მაგრამ გარეგნულად სიმკაცრეს გაბრაზებას ავლე. ალბათ ეს ერთ-ერთი მაგალითია. ადამიანთან რომელთანაც ურთიერთობამ წლების განმავლობაში ეკლესიასთან დაახლოების შემდეგ პრობლემები გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ისეთ ეკლესიურად ცხოვრობს, ძველი თვისებები არ შეცვლია. ეს თვისებები, რა თქმა უნდა, ადრეც მაღიზიანებდა და უსაშუალოდ ტკენდა გულს, მაგრამ დღეს ამ ყველაფერს ემატება განცდა იმისა, რომ გაღიზიანების და ალბათ განკითხვის ცოდვით მიწევს ყოფნა. თუნდაც ახლა, როცა ამ საკითხზე ვსაუბრობ, რა ვქნა. ადამიანი, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს, ის უნდა გამოიცვალოს. თუ ადამიანის ცვლილება ყოფილ ცხოვრებაში, ეკლესიური ცხოვრებასთან ერთად არ ხდება მისი ცვლილება, შეგი იქ რაღაცა საშაობს. მაგრამ ერთი რამ გავითვალისწინოთ კიდევ, რომ რას ნიშნავს ეკლესიური ცხოვრება. აი გუში გახდა ეკლესიური და რამდენი ხანში უნდა შეიცვალოს ადამიანი? ერთ დღეს? ერთ წელიწადში? ორ წელიწადში? მე ვფიქრობ, რომ ალბათ ესეთი საკონკრეტება ძნელია, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია. არის ბნებები, რომელიც ძალიან ძნელად მოსწია, ვინც მაგალითად 9 ერთეულია სიფიცხისა, ხო, ის მოთვინიერება ცოტა ძნელია, ხო? ამიტომ თითოეული შემთხვევა ცალკეა განსახილველი, მაგრამ თუ ის შენი ახლობელია, როცა გაფრაზებული არ არის, მაშინ გამარებაში უნდა ისაუბროთ ამ საკითხებს, თუ შენი ოჯახის წევრი დაახლოებელია და თქვა, რომ აი, რატო არ იცვლება ეს თვისებები, ეგება რაღაცა პრობლემა გვაქვს. თუ ორივე ოჯახის წევრი მორწმუნეა, ისინი ხანდახან მაინც უნდა საუბრობდნენ სულისწყობაზე, სულიერ ერთობაზე, მარადიულ ხვედრზე, ამ საკითხებზე, აბარანერი ქრისტიანობაა მაშინ და აი ამ დროს შეიძლება იქ გაიჩეს, რომ რაღაცა პრობლემა გვაქვს და მოძღვართან თუ არ მივიდეთ და ამ საკითხებზე თუ არ გავესაუბროთ, ეგება დაგვეხმაროს.